ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეხვედრის შესახებ გესაუბროთ პრეზიდენტთან ბატონ მარგველაშვილთან. უნდა აღინიშნოს, რომ თავად პრეცედენტი იმისა, რომ ესეთი სადისკუსიო გარემო შეიქმნა პრეზიდენტის ინიციატივით არის მისასალმებელი და არ შეიძლება ამ მხრივ მადლობა არ მოვახსენოთ მას, თუნდაც საჯარო ეთერით. და ამავე დროს, ასე ვთქვათ, გესაუბროთ იმ გარემოებებზე, იმ დეტალებზე, რომელზეც აქცენტი გაკეთდა ამ შეხვედრის მსვლელობის პროცესში. თავიდანვე არასაპარლამენტო ოპოზიცია გაიყო ორბანაკად, ერთ მხარეს წარმოვადგენდით ძირითადად საარჩევნო კოალიცია ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდა არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს რეაქცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებთან დაკავშირებით. და ჩვენ შევეცადეთ, რომ სიღრმისეული ანალიზი გაგვეკეთებინა არა მხოლოდ რაღაც ზოგადი ემოციური ფონიდან გამომდინარე და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ის, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოითხოვს ძალიან, ასე ვთქვათ, სკრუპულოზურ დამუშავებას, ძალიან სიღრმისეული უნარების გამოვლინებას პოლიტიკოსების მხრიდან, მაგრამ ამავე დროს ჩვენ იმ აქცენტებიც გავაკეთეთ, რომელზეც სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ მსჯელობს. მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დღესდღეობით დაახლოებით 1 მილიონი საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან ეთნიკური ქართველი ჩვენი საქართველოს მკვიდრი მოსახლე ცხოვრობს. მათ შორის ძალიან ბევრი 100,000-ზე მეტია მათი რაოდენობა, ვინც საარჩევნო ხმის უფლებით უნდა სარგებლობდეს და დღემდე მიუხედავად დაპირებისა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ჩასატარებელ არჩევნებში ამ ადამიანებს მიეცემოდათ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა, ისინი ვერ ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ აქცენტები გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური ფასი, რითაც რუსეთი შევიდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ძალიან დიდი იყო ქართული მხრიდან, რაზეც ასევე არ გაკეთებულა თავის დროზე აქცენტები. თქვენ იცით, რომ ეკონომიკური საზღვრების გადმოწევა მოხდა ამ მხრივ ფსოუდან ენგურისკენ და როკიდან გორისკენ. და საერთოდ ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ თავისი არსით არის მარიონეტული და აგრძელებს იმ ტრადიციებს და იმ კურსს, რასაც ნაციონალური მოძრაობა აგრძელებდა და რაც ძალიან ხშირ შემთხვევაში დასავლეთში კონკრეტულ პოლიტიკოსთა მიმართ მაამებლური პოლიტიკა ჰქვია და აცდენილია იმ რეალურ პოლიტიკას, რომლითაც ქართულმა სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა იზეიმოს გამარჯვება. ნამდვილად ფაქტია და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვლადიმერ პუტინის რეალური გავლენები თანამედროვე მსოფლიოზე ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან არის პრაქტიკულად იგნორირებული და მათ არ სურთ ამ თემაზე საუბარი და იმ რეალობაზე თვალის გასწორება, რაც მაგალითად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობას უნდა გულისხმობდეს. ჩვენ ძალიან ღრმად ვწამს და გვჯერა იმისა, რომ სამწუხაროდ ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას არ ყოფნის არც გაბედულება, არც გამოცდილება, არც რესურსი, არც პროფესიონალიზმი იმისა, რომ მაღალი დონის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა და რეალური შედეგი დადოს. ამისი დასტურია ის უნიათო გამოხმაურება. მე მაგალითად ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან საერთოდ არც მსმენია არავითარი კომენტარი პუტინის განცხადებებთან დაკავშირებით. ბატონი გიორგი მარგველაშვილი ფორმალურად აცხადებს მზაობას ასეთი შეხვედრისა, იგი აკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან თავად გააკეთა თავის დროზე განცხადება ასეთი შეხვედრაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობისა, მაგრამ ძლიერი და არგუმენტირებული პოლიტიკური დღესწესრიგის გარეშე იგი ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს, ან თუ შედგება ასეთი მოლაპარაკება რაღაც გარკვეულ ფორმატებში, იქნება ეს სუამის ფორმატი, იქნება ეს დსთ-ს ფორმატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება საკუთარ თავს არ ეკუთვნის, აი ამის თქმა მინდა ზუსტად და ის მოქმედებს იმ დირექტივების ფარგლებში, რომელსაც იღებს კონკრეტული კაბინეტებიდან. მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, თუმცა ის რაც ევროკავშირთან ასოცირების რატიფიკაციის მომენტში ჩვენ ვნახეთ, რა თქმა უნდა გარკვეულწილად შეურაცხყოფის გამცდელი გრძნობის დაუფლების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას იძლევა. არ შეიძლებოდა დავიჯერო, რომ ბატონ მარგველაშვილს გარკვეულწილად გამოეხატა დელიკატური პროტესტი, მოდით ესე ვთქვათ, დიპლომატიური პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვასოცირდებით იმ ოჯახთან, რომელი ოჯახის წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანო პარლამენტი
ერთობლივი აპლოდისმენტებით და ერთსულოვანი აპლოდისმენტებით ხვდება იმ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობით ედება ბრალი დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენილი განსაკუთრებით ძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენილ დანაშაულებებში. Რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბატონი მარგველაშვილი, როგორც სახალხო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მატარებელი პირი, რომელიც კონსტიტუციით აქვს მას მინიჭებული, ვალდებული იყო ქართული საზოგადოების გარკვეული განწყობა გამოეხატა. თუნდაც ერთი რეპლიკით იმასთან დაკავშირებით, რომ მას მოეწოდებინა იმავე ლოჟაში მსჯდომი სააკაშვილისთვის, რომ ნუ ემალება ის მართლმსაჯულებას, ნუ ემალება საკუთარ საზოგადოებას და ჩამობრძანდეს საქართველოში და პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე. ამისთანა ფრაზის თქმის ძალიან ბევრი დიპლომატიური და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ფორმა არსებობს. ისე რომ არ დარღვეულიყო, ვთქვათ, ეტიკეტი ევროპარლამენტში. სამწუხაროა, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკოსები მართველი უმრავლესობიდან განცხადებებს თავს არ იდებენ. სამწუხაროდ ის ტენდენციაც უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად ქალბატონი მანანე კობახიძის და ბატონი დავით ბაქრაძის, ანუ ვიცე-სპიკერისა და უმცირესობის ეგრეთ წოდებული ლიდერის განცხადებები ერთ შემთხვევა ერთმანეთს და აი გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს, ისე რომ არავითარ თქვათ ეფექტს პოლიტიკურს არ იძლევა იმ განსხვავების ჭრილში, რასაც უმრავლესობა, როგორც მეტად პასუხისმგებელი პირი უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბატონი ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი გასაანალიზებლად. რა თქმა უნდა, ეს არის კომპლექსურად შესასწავლის საკითხი და ნამდვილად მომზადებული უნდა წარდგეს ჩვენი ხელისუფლება, თუ კი აპირებს ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის, რომ პოლიტიკურ ოპოზიციაში ჩვენს ხელისუფლებას ყავს იმ ტიპის ლიდერები, რომლებსაც გამოცდილებაც და რესურსიც ხელს უწყობს იმისა, რომ მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებში გარკვეულ კომპონენტზე აიღონ პასუხისმგებლობა. მე თუნდაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ბოლოდროინდელ ინიციატივას გულისხმობ. ინიციატივას, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჯეროვანი შეფასების საგანი ვერ გახდა. ჯერჯერობით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მათ მოუწევთ ამ საკითხის განხილვა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საინტერესო პოლიტიკური, ეკონომიკური და რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების საკითხი. ეხება, რომელიც სამხრეთი ნაკადის მეგა ეკონომიკური პროექტის განხორციელებას სხვა მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ის უნდა განხორციელებული იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, აღმოსავლეთ ევროპის წევრი სახელმწიფოებისთვის ბულგარეთის გავლით და უკრაინაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდგომ, მას შემდგომ რაც ევროკავშირის ევროკომისიამ მოკლედ პირდაპირ დადო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, პროექტი შეიცავს რაღაც კორუფციულ ელემენტებს, მაღალი და ელიტური კორუფციის ხარისხის ელემენტებს, ბულგარეთის მთავრობამ პასუხად მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა მის ტერიტორიის გავლით ამ პროექტის განხორციელებაზე. არ ვიცი მე ევროკავშირის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები რაზე აკეთებდნენ აქცენტს, აკეთებდნენ თუ არა იმაზე, რომ ეს ჩიხში შეიყვანდა, თქვა, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მაგრამ გამოსავალი ძალიან სწრაფად ინახა. როდესაც თურქეთის ხელმძღვანელობამ და ერდოღანმა და პუტინმა გამონახეს საერთო ენა და ეს პროექტი აგრძელებს, ასე ვთქვათ, თავის არსებობას, განზრახულობათა პაკეტი უკვე შექმნილი და შემუშავებულია და როგორც ჩანს, ეს პროექტი განხორციელდება რუსეთსა და თურქეთის გავლით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საბერძნეთის, ასე ვთქვათ, ტრანზიტის გამოყენებით. აი ამ დროს ჩვენმა ლიდერმა გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება იმ ეკონომიკურ ეფექტთან დაკავშირებით, რომელსაც იძლევა ეს პროექტი იმ შემთხვევაში, თუ გაივლის არა შავი ზღვის ფსკერით, არამედ ხმელეთით, საქართველოს ტერიტორიული პერიმეტრის გავლით, რაც 5ჯერ მინიმუმ 5ჯერ შეამცირებდა ამ პროექტის ღირებულებას და წმინდა ეკონომიკური ხასიათის თვალსაზრისით, როგორც რუსეთისთვის, ისე თურქეთისთვის იქნებოდა ძალზედ ხელსაყრელი. არაფერს გეუბნებით პოლიტიკურ დივიდენდზე, რომელსაც მიიღებდა საქართველო და არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი რეგიონი, ესე ვთქვათ, უსაფრთხოების განმტკიცების და უსაფრთხოების გარანტიების ჩადების თვალსაზრისით.
ყოველ შემთხვევაში ეს არის ის საკითხი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ჩვენი ხელისუფლება და მე იმედს ვიტოვებ, რომ თავად მარგველაშვილი, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დაცვის გარანტად გვევლინება, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად იფიქრებს, ხომ არ გახდეს ეს ერთ-ერთი საგანი მოლაპარაკებების დაწყების საბაბისა, რამაც ნავსი უნდა გატეხოს აი ამ მეტად მნიშვნელოვან და საჭიროებო საკითხში. მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას, რომ ქართული ოცნების წარმატების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური პირობა იყო ის, რომ სამართლიანი სამართლებრივი გარემოს აღდგენასთან ერთად მათ უნდა უზრუნველეყოთ რუსეთთან სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ურთიერთობების ნორმალიზება. არც სამართლიანი სამართლებრივი გარემოს დაპირებული პირობის ფარგლებში და არც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების ფარგლებში სამწუხაროდ ქართული ოცნება თავის შედეგებით ვერ დაიტრაბახებს. სამწუხაროდ ვამბობ, იმიტომ რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა პირდაპირ დაკავშირებულია დღეს აი ამ მოლაპარაკებების დაწყების მზაობის განცხადებასთან. თქვენ იცით რომ გალის რაიონში ძალიან იძაბება კვლავ სიტუაცია, 8 ეთნიკური ქართველი არის დაკავებული, ადგილობრივი მკვიდრი, როგორც ჩანს ხაჯიმბას ადმინისტრაცია გარკვეულ პროვოკაციებს ამზადებს ამ მიმართულებით და დღეს როგორც არასდროს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ბედი ახლა არის ჩვენს ხელში და ბრძნული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოქმედების შედეგად უნდა განისაზღვრებოდეს.